სოლიდარობა თეატრალურ უნივერსიტეტის სტუდენტებს დაუმორჩილებლობა რეჟიმს და ცეცხლი ოლიგარქიას ძირითადად როგორც გესმით და კადრში ხედავთ სწორედ ეს შეძახილები ისმის მარშზე რომლის ერთი ნაკადით გეტყვით რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაიძრა ხოლო მეორე ნაკადი დაიძრა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან ეს ორივე ნაკადი შეერთდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახლა ეს მოქალაქეები მსვლელობით შეძახილებით ბანერებით უკვე მიემართებიან თეატრალურ უნივერსიტეტისკენ. თეატრალურ უნივერსიტეტთან კი თავის მხრივ იკრიბებიან ასევე მსახიობები, რეჟისორები ამ სფეროში მომშავე ადამიანები იკრიბებიან მოქალაქეები, რომლებმაც ცოტა ხნისით დატოვეს თბილისის საქალაქო სასამართლო. მე გაგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართებოდა წელი თვის განმავლობაში სინდისის პატიმრების, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი, რომლის მეგობრებიც როგორც გითხარით იკრიბებიან ახლა თეატრალურ უნივერსიტეტთან. მე გიჩვენებ კადრებს, მოგასმენინებთ შეძახილებს. სოლიდარობა თეატრალურ უნივერსიტეტის სტუდენტებს ამას სკანდირებენ აქ შეკრებილი მოქალაქეები. მე გაგახსენებთ, რომ რეჟიმმა არ იკმარა ის, რომ საკუთარი პოლიციელების ხელით თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები აქ საუბარია 19-20 წლის მოქალაქეებზე 5,000 ლარი დააჯარიმა და კამპუსიდან გააძევა, ასევე მათ ნაწილს დღეს შეუწყვიტა სტუდენტის სტატუსიც. ამის შესახებ უკვე სტუდენტებმა მეილით შეიტყვეს, როგორც თავად გვეუბნებიან სამოქალაქო სექტორშიც, ზოგადად მოქალაქეებში, მათ შორის აქციის მონაწილეებში ეს გადაწყვეტილება უკვე შეფასდა როგორც ძალადობას და სტუდენტების კონსტიტუციურ უფლებაზე, ბაზისურ უფლებაზე, რასაც ქვია შეკრების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება. სულ ცოტა ხანში აქციის მონაწილეები 2 მარში, რომელიც შეერთდა თესეუსთან უკვე იქნება თეატრალურ უნივერსიტეტთან აქციის მონაწილეებს გავესაუბრები. აქ არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების თეუს სტუდენტებს ხედავ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ თქვენ ფორმეშლება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში გაფიცულები ხართ უკვე რა ხანია, თითქმის 1 თვეა. სოლიდარობას უცხადებთ როგორც ვხვდები ამ შემთხვევაში თეატრალურ უნივერსიტეტის სტუდენტებს. რა ვნახეთ თეატრალურ უნივერსიტეტში, როცა ისინი დააჯარიმეს, შემდეგ უკვე დღეს შევიტყვეთ, რომ მათ შეუწყვიტეს საერთოდ სტუდენტის სტატუსი. თქვენ გემუქრებოდნენ ამით როგორც მამსლებს? ასე პირველ რიგში სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, როგორც სტუდენტის ვიჩებდი ძალიან ძიმე იყო უშინი სურათის ნახვა, რაც ვიხილეთ თეატრალურ უნივერსიტეტთან. ესეთი პირდაპირ მუქარა არ ყოფილა ჩვენს მიმართ, მაგრამ იყო რაღაც გარკვეული სახით საუბარი, რომ ჩვენს არ გაგვემეორებინა მსგავსი რამ, რომ ჩვენს არ შევწყვეტოდა სტუდენტის სტატუსი და გვქონოდა აქტიური. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ანუ არ ვიშავშიდებით, ბოლომდე ვიბრძვით და ვიქნებით იქამდე, სადამდეც ეს დაჭირდება ჩვენს სამშობლოს. მადლობა აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბრებით. ანი, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ იმ ფონზე, როცა ვხედავთ, რომ რეჟიმი არანაირ კომპრომისზე ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში არ მოდის, არამედ ამკაცრებს კანონებით, თავისი ქმედებებით, პოლიციის ხელით იქნება ეს თუ სხვა მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების ხელით გებრძვით სტუდენტებს, ამკაცრებს სანქციებს თქვენ მიმართ. აკისრებს სტუდენტებს 19-20 წლის ადამიანებს, თქვენს ანატოლებს 5,000 ლარიან ჯარიმას და ემუქრება მათ დაპატიმრებით. თქვენ ილიანის მოძრაობას წარმოადგენთ, სტუდენტურ მოძრაობას, იყავით არაერთი მსგავსი მუქარის მსხვერპლი. დღეს დაუმორჩილებლობის პერფორმანსი გქონდათ. გვითხარით ამ განწყობებზე ეს სანქციები თქვენთვის მოტივაციის წყარო უფრო გამოდგა თუ აშინებს ეს ვინმეს? ეს სანქციები კარგად აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ანალეგიტური მთავრობა შეშინებულია. ყოველი ახალი ნაბიჯი, რომელსაც იზდგავენ, კიდევ უფრო გვიმტკიცებს, რომ ჩვენ ძალა ნამდვილად გვაქვს და გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ეს ჯარიმები, მათ შორის ჩვენი სტუდენტურ მოძრაობაში უკვე რამდენიმე არის მიღებული, მათ შორის მეც დავჯარიმდი გზის გადაკეტვისთვის 5,000 ლარით, რაც სასაცილოა, იმიტომ რომ ჩემი 2 წლის გადასახადის სასწავლებელში არის ზუსტად 5,000 ლარამდე და მე მაგალითად სარგებლობ სახელმწიფო სტიპენდიით. ანუ მე ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო მიხდის გადასახადს იმის გამო, რომ სწავლობ წარჩინებულად, ახლა უნდა გადავიხადო 5,000 იმის გამო, რომ ჩემი თავისუფალი აზრი გამოვხატე, გამოვედი რუსთაველზე და დავაფიქსირე ჩემი აზრი. ეს რა თქმა უნდა სასაცილოა, თუმცა ჩვენ ამ ჯარიმებით, ამ ახალ-ახალი კანონებით არ გვეშინია პირიქით, უფრო ძლიერდებით და აი როგორც ხედავთ
ეს მოძრაობა არ შეჩერდება მანამ, სანამ არ მივახცევთ იმას, რაც ჩვენი მიზანია, გამარჯვებას, საქართველოს თავისუფლებას. დიდი მადლობა. თქვენს გითხარით, რომელ უნივერსიტეტს წარმოადგენთ, ესეც გითხარით, აჯანყდი, ეს აწერია თქვენს პოსტერს. სავარაუდოდ ეს არის პასუხი რეჟიმის მიმართ. უფრო მეტი გითხარით, რა უნდა დაახვედროს საზოგადოებამ ამ შემთხვევაში სტუდენტებმა, პროფესორებმა, რა უნდა დაახვედროს წინააღმდეგობის სახით რეჟიმს. მეც ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრი ვარ და ჩვენ ახლა მოდივართ ილიაუნის კორპუსიდან, სადაც ავახვედრეთ რეჟიმს წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ვიხილეთ თეატრალური უნივერსიტეტის მაგალითზე, რომ რეჟიმი არც იმას არ შეუშინდება, რომ საპოლიციო ძალები გამოიყენოს სტუდენტების წინააღმდეგ. ამიტომ ერთადერთი რაც ხალხს შეუძლია ამ ეტაპზე არის წინააღმდეგობა და ჩვენ არ ვემორჩილებით არალეგიტიმურ ხელისუფლებას, შესაბამისად არ ვემორჩილებით არალეგიტიმური ხელისუფლების მიღებულ ახალ კანონებს და ვარღვევთ მათ ყოველდღიურად. დიდი მადლობა. მე დაგიტოვებთ კადრს, გიჩვენებთ, რომ მარში და ორი ნაკადი ამ მარშის, რომელიც ერთი მხრივ შეერთდა საზოგადოებრივ მაუწყებლობთან, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიძრა უпростоრად ამ ორი მიმართულებით, შემდეგ ისინი შეერთდნენ თესეუს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლა მიემართებიან თავისუფალი უნივერსიტეტისკენ, სადაც თავის მხრივ იკრიბებიან მსახიობები, რეჟისორები, დაჯარიმებული სტუდენტები, აჯანყდი, დაუმორჩილებლობა რეჟიმს, ცეცხლი ოლიგარქიას, ისმის ასეთი შეძახილები, გესმით ალბათ ეს ბანს აძლევენ, მათ შორის მანქანები, აქ აქციის მონაწილეებს ერთგვარად უცხადებენ სოლიდარობას, მათ შორის აივნებიდან, არ ვიცი ამას ხედავთ თუ არა კადრში, პრინციპში დაახლოებით რამდენიმე წუთში უკვე ვიქნებით თეატრალურ უნივერსიტეტთან, სადაც თავის მხრივ აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან, იქ გაკეთდება განცხადებები და გაემართებიან რუსთაველის გამზირისკენ.